ესე იგი, მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში სადაც არ უნდა წახვიდე, ქართველ სიტყვას რო გაიგებენ, ეგრევე კრიმინალი, ქურდი და 1000 საშინელება უდგება ადამიანს, ხალხს ეშინია სიტყვა ქართველის გაგონების უკვე, ესე იგი, ნიუსი დღე არ გავა, ნიუსი არ დაიწეროს, როგორ დააყაჩაღა, როგორ მოკლა, ამას წინათ საერთოდ ისეთი სქემა დაიდო, რომ ესე იგი, ქართველების ჯგუფს ჰქონდა ასეთი სქემა, იპარებოდნენ მოხუცი ადამიანების სახლებში, ძარცვავდნენ, ახვევდნენ საბნებში ადამიანებს და ტოვებდნენ ისე და ერთი გარდაიცვალა საერთოდ და მერე გვიანი პოვეს ცხედარი, წარმოვიდგინეთ. აი ამ კოშმარს ისმენს მთელი მსოფლიო, ესე იგი დღე არ გადის ასეთი საშინელება რომ არ დაიწეროს. აი რაღაცა სავაჭრო ცენტრში შეხვალ უბრალოდ ქართველს ამოიცნობ ჩანთის გადაკიდებით და ესე იყურება რაღაცა, ესე იგი მუდამ არის კონცენტრირებული როგორ მოპაროს ვიღაცას რაღაცა, როგორ გაძარცვოს, როგორ დააკაჩაღოს, როგორ მოკლას. აი ესე ადამიანს რო უნდა მართლა პატიოსნად წავიდეს რომელიმე ქვეყანაში განათლება მიიღოს, პატიოსნად იცხოვროს, იმ ადამიანებს სახელს უტეხენ, წარმოვიდგინეთ. შეიძლება 10 წელი ცხოვრობდეს სხვა ქვეყანაში და ენა არ იცოდე ადამიანმა? რაღაცა თავისი პატარა სოფლები აქვს შექმნილი, ქვეყანა გაძლევს 1000 საშუალებას. გასწავლის ენას, გაძლევს მუშაობის უფლებას. წადი რა ადამიანო, პატიოსნად იმუშავე და გააკეთე ის შენი ხელფასი და გაუგზავნე იმ შენს ოჯახს. მაინც და მოკლა და მაინც და გაძარცვა და მაინც და მაინც შენს ქვეყანას სახელი უნდა გაუტეხო, მართლა მაინტერესებს. რაღაცა ბიჭო ხო უნდა გქონდეთ? რაღაცა პატიოსნების, აი ნატამალი ხო უნდა გქონდეთ? მართლა ვერ ვიგებ რა, აი ქართველი სიტყვა თქმა შეგრცხვება ადამიანს რა. თურქეთში არის გამოკრული წარწერები მაღაზიების შესასვლელებში, რომ ქართველებო არ მოიპაროთ. შეიძლება ქართულ ენაზე გითარგმნიდეს სხვა ქვეყანა, რომ არ უნდა მოიპარო ესეთი ელემენტარული საკითხი? აშუქებს თან ამას მთელი მსოფლიო, რომც არ აშუქებდეს, ესე იგი, ტიპებს ჩვეულებრივ ამბავად გონია ეს. მე რა რომ ჩვენს ქვეყანაში ხო არ იპარავსო. ჩვეულებრივი ამბავია ეს კრიმინალი, წარმოვიდგინეთ და ესენი არიან ქრისტიანები და ესენი არიან, რა ვიცი, რა დაგარქვათ საერთოდ, როგორ უნდა აღუწერო ეს ყველაფერი მართლა არ მესმის. შეიძლება წლებია უკვე, აი 10 წელზე, 15 წელზე მეტია ამაზე ვლაპარაკობ, რომ ეს მარტო თქვენ არ გეხებათ. რაღაცა წახვალ იმ სათვალეს მოიპარავ თუ წახვალ ვიღაცა ბებოს გაძარცვავ და გაახვევ საბანში, კლავ, მკვლელი ხარ, ყველაფერს რო თავი დავანებოთ, მე წახვალ კაპიკებზე გაყიდი ამ ყველაფერს. იმას რა ქვია, ნაჩათლახებ ფულს წარმოვიდგინე და წახვალ მე და ვიღაცა შენს ოჯახის წევრს არ ჯობია ადამიანო პატიოსნად გაანძრიო ხელი და პატიოსნად იშრომო და პატიოსნად გამომუშავებული ფული ქონდეს შენი საკუთარი? შუბლი ძარღვი რო არ გაიწყვიტო, მკვლელად რო არ გადაიქცე, არ ჯობია? მართლა ვერ ხვდები რა, აღარ დამთავრდა რა. ამას კიდე პლუს ზემოდან საქართველოს ახსენებდა ეგრევე რუსეთი ახსენდება ყველას უკვე. ეს ხელისუფლება ხო კიდე არაფრით რო არ ჩამოუვარდება ამ პაცნებს და კრიმინალებს რა. ქვეყანა ესე იგი აღარაფრად აღარ ითვლება, კრიმინალების ქვეყანაა რა და რუსების ქვეყანაა უკვე საქართველო. რა ვერ გაძეხით მართლა ვერ ვიგებ რა. არ შეიძლება, ესე იგი შეიძლება შენი ეროვნების გრცხვენოდეს უკვე ადამიანს? ვინ არიან ეს პაცნები რა?